ეს ახლა ძალიან შინაური ვიდეო გამოვა და ისინი გამიგებთ ვინც აი დასაწყისიდან მიყურებთ და არის ხალხი აქ რომლებსაც დიდი მგონი ვიდეო არ ჩაუგდიათ ყველა ვიდეო ნანახიობთ და ვინც ახლა ვიხარ შეიძლება ვიყოთ რაზეა საუბარი და უბრალოდ გეტყვით ბოლოსკენ იქნება მე-40 შესყიდვა ჯერ შესყიდვა გადავიდე და მე რომ დავამოყამე რომ დღეს არის მე-40 დღე აი დავფიქრდი და მივხვდი რომ იდეალური რიცხვია ზოგადად გამძლეობაზე და სისტემატიურობაზე ჩამეწერა შესავალივით რადგან მგონი რიცხვი 40 ყველაზე მეტად ასოცირდება გამძლეობასთან და მოთმინებასთან ამით ახლა ვიხართ მათთვის ვიტყვი რომ 40 დღეა რაც დავიწყე ყოველდღიურად დებ ვიდეოს ყოველდღე ვდებ შესყიდვის ვიდეოს ბიტკოინის ხოლო თითქმის ყოველდღე ვდებ რაღაცა შინაარსიან ვიდეოს რომელიც საუბარი მაქვს სხვადასხვა თემებზე ეკონომიკასთან დაკავშირებით და ბევრი ცხოვრების რაღაცებზეც ვისაუბრია და თქვენ წარმოიდგინეთ ეს დავიწყე 1 ივლისს მაგრამ გადაწყვეტილება რომ უნდა დამეწყო მე ვიღე 31 მაისს უბრალოდ 1 ივლისი ავარჩიე და იმ დღეს არ დავიწყე რადგან რაც ბავშვთა დაცვის დღე და ნუ კაი დასაწყისივით იყო რა იმიტომ რომ ეს პროექტი უშუალოდ მომავალ თაობისთვის გეთდება რა ეგეთი დატვირთვა მივეც ხო და 30 მაისს ალბათ რო ვიტყვათ რომ მე 40 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიდეოს დავდებდი სოციალურ ქსელში აი ალბათ გამეცინებოდა და ვერ წარმოვედგინა რა ეგ 31 მაისი იყო რაღაც ნაირად რომ ამასხა როგორ ანუ რაღაც მოვლენები განვითარდა ისე რომ მინდოდა რაღაცა შემეცვალა ხალხის აზროვნებაში და დამოკიდებულებაში და ნუ მაგას გადავწყვიტე და მეორე დღე იყო ავიღე ტელეფონი და არც მიფიქრია ბევრი როგორ განვითარდებოდა მე უბრალოდ მოვლენები ნუ ვიცოდი რომ რაღაც მიზანს რო დავისახავდი და ხელა პასუხისმგებლობას ავიღებდი ბოლომდე უჩველი გამოვიდი რა და მაინტერესებს თქვენგან რა გიკეთებიათ ასე სისტემატიურად ყოველდღე განუწყვეტლივ რა გიკეთებიათ და რა პერიოდი ყოფილა რომ ეს გიკეთებიათ ძალიან საინტერესოა თქვენი განმცდილება ამ კუთხით ნუ ჩემთვის ალბათ ყველა აი სისტემატურად ყოველდღე რაღაც რომ ვეკეთებია 40 დღე ანუ შეჩვენებებით უფრო მეტის მიკეთები ანუ შეუსვენებლად გონიეს პირველი რაღაცა და ნუ არ ვწლიათ მომდა ახლა ის საბაზისო რაღაცებს და თქვენი განმცდილება ძალიან საინტერესო იქნება და ზოგადად ყველა საქმეში არა მარტო ამ საქმეში ნებისმიერ რასაც ამ დავაკეთებდეთ მოთმინება და აი რომ დავისახოთ რაღაცა მიზანს მაგ მიზნამდე ბოლომდე გასვლა განუწყვეტლივ რა არ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ რაღაც აი ახლა ხო შევწყვიტა და იქ რაღაცები საკუთარი თავის რწმენა რაღაც მომენტში ამ უნდა დაკარგო და შემდეგ ძალიან კარგი რაღაც მოხდა ერთი თვის თავზე გამოჩნდა ერთი კარგი ადამიანი რომელმაც მხარი დამეჭირა უშუალოდ ამ პროექტის განხორციელებაში და ასე ვთქვათ თავისი ენერგია და რესურსი ჩადო იმაში რომ მე უფრო მეტად და მეტი დრო დამეთმო ამ საქმისთვის და თქვენთან უფრო მეტი მესაუბრა იმიტომ რომ თქვენ ამ პროექტის განვითარებას და ვისაც გჭირდებათ ასე ვთქვათ ჩემი აზრების გაზიარება და ეს ბევრმა დამეწერა რაღაცები შევცვალე უკვე ვიღაცების ცხოვრებაში ამაში ჩამედო ჩემი რესურსი უფრო მეტად და ამ ადამიანის დამსახურებაც არის და მხოლოდ ჩემი არა მნიშვნელოვანი იყო მის მხარდაჭერა იმ მომენტისთვის და ალბათ რომ გავა ეს 4 წელი მე უფრო მოვყვები რა სირთულეები იყო ჯერჯერ ძალიან სირთულეებს ვერ ხედავ აი ძალიან ელემენტარული რაღაცები ისე შეიძლება არ გიდეს მაგრამ არ იქნება ახლა ეს 4 წელი ისე რომ სირთულეები არ უწუჭველი იქნება და შემდეგ 4 წლის თავზე სანამ დაგემშვიდობებით ჩავწერ მაგ სირთულეებს რაც იქნება 4 წლის განმავლობაში და საინტერესო იქნება ყველაფერი და აი იმედი რაღაცებისთვის გავხდები ინსპირაცია რომ რაღაც მიზანს რომ დაისახავთ აი თუნდაც არის ბიტკოინის კიდევ სხვა რაღაც იყოს ბოლომდე გაიყვანთ და გაყვებით იმედია მაგას მაინც აი ახლა უკვე გადავიღო იმას შესაძლებელი